დღევანდელი დღე ალბათ განსაკუთრებულია დღეს 1 ივნისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, სითბოს, კარგ განათლებას, უსაფრთხო გარემოში და უსაფრთხო ოჯახში ცხოვრებას. ბავშვის ზრუნვა იწყება სიცოცხლის პირველივე წუთებიდან და გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ეს ზრუნვა მას შემდეგ, როდესაც ბავშვი ტოვებს სამშობიარო სახლს და პირველად შეაბიჯებს თავის ოჯახს. შეაბიჯებს ცოტა ახალი დათქვამია, მაგრამ მაინც. ბევრი მშობლისთვის ეს დღე, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს უკავშირდება, თუმცა გარკვეულწილად მღელვარებაც კი ემუქრებათ. უпростоრად ეუფლებათ. ხშირად ჩდება კითხვები, როგორ გავზარდოთ, როგორ ვაჭამოთ, როგორ დავაძინოთ, როდის ვაბანაოთ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ბავშვი ტირის. ამ კითხვებზე სასაუბროთ დღეს ჩვენ გვყავს მოწვეული პედიატრი, რომელიც შეეცდება დაგვეხმაროს, დეტალურად აგვიხსნას, რა სირთულეებს შეიძლება გადააწყვეტონ განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც პირველად ეზიარენ ამ არაჩვეულებრივ სიხარულს, რასაც დედობა და მამობა ჰქვია. მე გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გილოცავთ ნინაობას, მინდა ყველა ბავშვმა ბედნიერად იცხოვროს, ბედნიერი ბავშვობა ქონდეს, ბედნიერად ჯანმრთელობა და დრო რომ აღარ წავართვა ჩვენ სტუმარს, მინდა წარგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ქორიძის კლინიკის ნეონატოლოგი ქალბატონი ხათუნა შაარია. ქალბატონო ხათუნა, მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და ძალიან ბევრი კითხვები ექნებათ ალბათ მშობლებს. შევეცდები რომ მე დღეს იყო დედა და ბებია და დაგისვათ ის კითხვები, რაც ალბათ ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება. როგორ იწყება ბავშვზე ზრუნვა და სანამ ამ კითხვაზე პასუხს გამცემთ, მინდა გკითხოთ, აი, როდესაც გოგონა ემზადება დედობისთვის, ამზადებს თუ არა, მას აქვს თუ არა შეხვედრა დაუშვათ პედიატრთან ან ოჯახის ექიმთან, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას აწვდის ბავშვის მშობიარობის შემდეგ ბავშვის მოვლის პირველ წუთებში რა უნარებს უნდა ფლობდეს. მოგესალმებით, მეც მინდა მიულოცო ჩვენს პატარებს დღევანდელი დღე, უზრუნველი ბავშვობა მინდა უსურვო, ბედნიერი და ლაღი მომავალი. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვა, როდესაც ქალბატონი გოგონა ხდება მომავალი დედა, უკვე ემზადება რომ გახდეს დედა, მას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, უფრო ჩვენს ქვეყანაში რაღაცა ესეა მიღებული, რომ გინეკოლოგთან აქვს მას კავშირი აღრიცხვის ექიმთან და უფრო მასთან აქვს კონტაქტი და რაღაც კითხვები რაც აქვს, იმ კითხვებს რა თქმა უნდა გინეკოლოგთან აგვარებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითად ჩვენს კლინიკაში ასეთი სერვისი, მოდიან დედები უკვე ათვალიერებენ თავის იმ გარემოს, სადაც მან უნდა იმშობიაროს და უკვე ჩვენ პედიატრებს ექთნებს, ბავშვთა მოვლის პალატაში გვყავს კვალიფიცირებული ექთნები, გვისვამენ სხვადასხვა კითხვებს, როგორ მოემზადონ, რა ნივთები უნდა იქონიონ სამშობიაროში, დიახ, მოსვლისათვის, რა არის საჭირო, ამიტომ ჩვენც ვაკვალიანებთ, გვაქვს ასეთი სერვისი. ამიტომ ვეუბნებით, შემიძლია ახლაც უთხრა მოკლედ ალბათ. ძალიან საინტერესო იქნება, რა უნდა იქონიოს ის გადაუდებელი უბრალოდ ნივთები და საჭიროება, რასაც დაუშვათ ბავშვისთვის დედამ თან უნდა იქონიოს სამშობიაროში. დიახ, ყველა სამშობიაროში რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენ სამშობიაროში გვაქვს ყველაფერი დაწყებული პამპერსიდან დამთავრებული მოვლის საშუალებებით. მაგრამ რა თქმა უნდა მისი პირადი ნივთები, ანუ ბავშვის პირადი ნივთები, ეს იქნება ტანსაცმელი მხოლოდ და საწოვარა. ეს უნდა მოიტანონ მან. დანარჩენი პამპერსიდან, ანუ საფენებიდან დაწყებული, სხვადასხვა მოვლის საშუალებებით დამთავრებული, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ადგილზე და ამას ვეუბნები და ამ ინფორმაციას ვაწვით ზუსტად იმ დედებს, რომლებიც ჩვენს სამშობიაროში აპირებენ მშობიარობას და სხვა დედებმაც უნდა იკითხონ თავიანთ, ანუ მომავალ სამშობიაროში, ყველა მიცის უკვე სადაპირებს მშობიარობას და სპონტანურად სამშობიაროში თითქმის არავინ არ ხდება მისვლა და იქ უკვე დააკვალიანებენ და ეტყვიან რა ნივთები უნდა იქონიონ. თითქმის ეს ყველგან ერთი და იგივე იქნება. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე ამ დროს მშობლები? შეცდომას არ უშვებენ. ბევრი მოაქვთ, ტანსაცმელი, უამრავი
უდიდესი ჩემოდნებით მოდიან, ასე ვთქვათ, მაგრამ, როდესაც უკვე იციან და ჩვენ როცა ვაკვალიანებთ, უკვე იციან, დაუშვათ 5 ტანსაცმელი სჭირდებათ, იმიტომ რომ დაახლოებით 5 დღემდე არის ახალშობილი. დაახლოებით რამდენ დღეს ყოლდება? ჩვენ მაგალითად ჩვენს კლინიკაში ყოველ დღე ვაბანავებ და ყოველ დღე უცვლით ტანსაცმელს. ამიტომ აი ეს 5 რომპერი, რასაც ქვია, შეიძლება გქონდეთ თან. თან იქონიოთ. ძალიან კარგი. რა მინდა და რომ ეკითხა, ყველაზე მეტად ალბათ პირველი კითხვა, რასაც უსვამს ახალგაზრდა დედა ექიმს, ეს არის რამდენად ხშირად უნდა იკვებებოდეს ბავშვი და არის თუ არა ის გარდაუვალი წესი ისევ ძალაში, რაც იყო დაუშვათ მაშინ, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, როცა ჩემი შვილი დაიბადა, რომ ყოველ 3 საათში ერთხელ თუ 4 საათში ერთხელ გეგმაზომიერად ბავშვმა უნდა იკვებოს. დიახ, ახლა, რა თქმა უნდა, იცვლება ყველაფერი, წინ მივდივარ და თანამედროვე მიდგომები მეტყველებს იმაზე, რომ ახალშობილი, როდესაც იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე, მას დრო არ გააჩნია, ნებისმიერი მოთხოვნილებისთანავე დედამ უნდა აუცილებლად უნდა მისცეს ძუძუ, როდესაც არის ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე. ხოლო თუ ბავშვი არის ხელოვნურ ნარევზე სხვადასხვა მიზეზების გამო, დედის მიზეზების გამო, მაშინ ეს ძველი, ასე ვთქვათ, რჩევები ისევ რჩება 3 საათში ერთხელ და ახალშობილისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ მხოლოდ ახალშობილს. ახალშობილი დამატებით ხელოვნურ ნარევს იღებს მხოლოდ 3 საათში ერთხელ. მხოლოდ 3 საათში ერთხელ. ძუძუს არა აქვს რამდენად აუცილებელია პარალელურად ხელოვნურ კვებასთან ერთად ბავშვისთვის წყლის მიწოდება? 6 თვემდე წყლის მიწოდება რეკომენდირებული არ არის. არც ერთ შემთხვევაში. საჭიროება არ არის ამისი. საჭიროება არ არის, დიახ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ძუძუთი კვებისას ის რძე შეიცავს ყველა ნუტრიენტებს და მათ შორის წყალსაც და წყალში იხსნება მარტივად რომ ვთქვათ შენ. ეს ხელოვნური ნარევით წყალში იხსნება და 6 თვემდე არ არის საჭირო წყლის მიწოდება. ბარემ საკვებზე რომ დავამთავროთ ეს კითხვების ჩამონათვალი, მინდა ესეთი რამე გკითხოთ. აი დაუშვათ დედა კვებავს ბავშვს ძუძუთი. მაგრამ რაღაც გარდაუვალი აუცილებლობის და გამო მას უწევს რა გარკვეული პერიოდი ახალშობილის დატოვება. რამდენად შეიძლება რომ იყოს შერეულ კვებაზე, რომ კონკრეტულად ის კვება ჩაანაცვლოს ხელოვნური საკვებით, ცუდად ჟღერს ახლა ეს ხელოვნური საკვები, მაგრამ დამატებითი ადაპტირებული საკვები და არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ბავშვი როცა გასინჯავს სწორედ ამ ადაპტირებულ საკვებს, შემდგომში დედის რძე აღარ მოეწონება. იცით რა, აი დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ აი სხვადასხვა შერეული კვებისაც და ვიწყებთ ზოგჯერ აი ამ ადაპტირებული ნარევით, იმიტომ რომ პირველ დღეებში დედა შეიძლება საერთოდ არ ქონდეს რძე და გვიწევს, იმიტომ რომ არის მომენტები ან რაღაც მედიკამენტებს ღებულობს, რომ ვერ აძლევს დაუშვათ დედა რძეს ბავშვს. გვაქვს ყველანაირი შემთხვევები. მაგრამ აი ახალშობილი პირიქით შეიძლება რძეს რომ გასინჯავს, არავითარ შემთხვევაში ის ადაპტირებული ნარევი არავითარ შემთხვევაში რამდენი ახალშობილი ყოფილა. ამიტომ ეს შიში და ეს რაღაცა ფიქრები, რომ აი ვაიმე მე არ აიღებს ძუძუს, ჯანმრთელი ახალშობილი ყოველთვის დაუბრუნდება ძუძუს, იმიტომ რომ ეს არის უპირობო, ეს არის დედასთან რეფლექსი, ეს არის დედასთან კონტაქტი და ეს არის ბედნიერება მისთვის. როგორ უნდა მიხდეს დედა რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობით რძეს იღებს ძუძუთი კვების დროს? იცით რა, 15 წუთი საკმარისია, 15-20 წუთი. თუ ბავშვი ახლა საათნახევარი წოვს რომ ძუძუს და მერე კიდევ ტირის და კიდევ მიხვდება დედა აუცილებლად რომ ბავშვი არ არის დანაყრებული, კიდევ ითხოვს საკვებს. ეს უკვე რა თქმა უნდა და აუცილებლად შარდვას უნდა დააკვირდეს. ანუ პამპერსი უნდა იყოს კვებიდან კვებამდე სავსე. თუ ბავშვი ნორმალურად ჩარდავს, თუ ბავშვი 15 წუთი წოვს და მერე მშვიდდება და იძინებს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი დანაყრდა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფოტოში გაწყვეტინებთ, რა თქმა უნდა, წონის კონტროლი, ვიზიტი პედიატრთან და წონის კონტროლით უკვე ყველაფერი გასაგები იქნება, ყოფნის თუ არა ბავშვს ეს. ანუ ტირილი მაინც ერთადერთი გამოხატულებაა, რომლითაც შეიძლება მიხვდეს დედა რომ შვილს ბავშვია. დიახ, ტირილიც რა თქმა უნდა. ოღონდ ტირილი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული. აი ამის კითხვა მინდოდა, როგორ უნდა გაარჩიოს დედამ ტირილი, ეს არის შიმშილი და საჭმელის მოთხოვნა თუ აქ სხვა რეალური მიზეზი.
მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ყურზე ხელის დაჭერა, მოსინჯვა და ასე შემდეგ. დიახ, ტირილი, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი გამოხატავს ტირილით სხვადასხვა მოთხოვნილებებს. ხო, შეიძლება ეს იყოს კოლიკის ტირილი, განსხვავდება, რა თქმა უნდა, ყველა ტირილი ერთმანეთისგან განსხვავდება. როდესაც ბავშვს აწუხებს კოლიკა, ეს არის გამუდმებით 3 საათი და ზოგჯერ მეტიც ტირილის ხანგრძლივობა და იწყება უეცრად და შეიძლება უეცრად შეწყვიტოს ეს ტირილი. ეს უკვე მიგვითითებს იმაზე, რომ ბავშვს რაღაცა აწუხებს და კერძოდ ახლა ახალშობილებს უფრო მეტად ან კოლიკა აწუხებთ, ან შიმშილი. სხვა ახლა ეს ყურის ტკივილი, ეს უკვე რაღაცა დაავადებასთან კავშირში და უფრო იშვიათი ახალშობილებში. ყურის ტკივილი არ დაიწყება, ან სქვილის გაჭედილობა ექნება, ან სიცხე ექნება, ან რამეც დამატებითი ჩივილი. აი ეს ორი მიზეზი არის ტირილის. შიმშილი და კოლიკა და ეს რა თქმა უნდა განსხვავდება. ფარმაცევტული კომპანიები უამრავ საშუალებებს გვთავაზობენ სწორედ ამ კოლიკასთან ბრძოლისთვის. ინიშნება თუ არა ეს მედიკამენტები გეგმაზომიერად ახალშობილთან დაბადების პირველივე წუთებიდან, რათა თავიდან ავაცილოთ მას სწორედ ეს კოლიკით გამოწვეული ტკივილი. ურჩევთ თუ არა, რომ უნიშნავთ ამას როგორც საკვებზე დანამაც, რომ დავიცვათ ის მუცლის ტკივილისგან. რა თქმა უნდა, არის ის მედიკამენტები, რომლებიც რეალურად გვეხმარება ამ გარდაუვალი აუცილებლობა ხო? გარდაუვალი არ არის, რა თქმა უნდა, თუ არაფერი, თუ ზოგჯერ აქვს ბავშვს კოლიკა, მაგრამ ძუძუთი წოვა, მოფერება, ჩახუტება, ალერსი, ხომ? ხო შეიძლება რაღაცა სხვა საშუალებები, თბილისწყლის აბაზანები, მუცელზე დაწოლა. აუცილებლად ესენი თუ ამსუბუქებს, რა თქმა უნდა, ზედმეტი მედიკამენტები არ არის აუცილებელი. მაგრამ როდესაც გარდაუვალია უკვე რაღაც დახმარება აღმოუჩინოთ ბავშვს, არის მედიკამენტები ნამდვილად ზოგიერთი, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ კოლიკის შემსუბუქებას, დიახ. ძალიან კარგი კოლიკა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მე მგონი. რამდენი ხანი ძინავს საერთოდ უშუალოდ ახალშობილს? ახალშობილს ძინავს 14-18 საათამდეც. მაგრამ ახალშობილი უნდა იღვიძებდეს აუცილებლად ყოველი კვების წინ. დაუშვათ 3 საათში ერთხელ, 2 საათში ერთხელ უნდა ითხოვდეს კვებას. თუ ახალშობილს ძინავს, არის მივარდნილი, არ აქვს რეაგირება არაფერზე, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებო ნიშანია. მაგრამ უმეტესი დრო მაინც სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ახალშობილს უნდა ეძინოს ნამდვილად, დიახ. და ეს არა აქვს მნიშვნელობა, ზოგმა იცის, რომ მაგალითად დღე უფრო მეტი ძინავს, მთელი ღამე გავათენე. რატო ხდება ხოლმე ესე? დიახ, რიტმი ეცვლებათ. აი ესეც არ ვიცით როგორ ხდება. ზოგს ბავშვს დღე ძინავს და ღამით ფხიზლობს, ზოგი პირიქით. ეცვლებათ ეს რიტმი და ამ რიტმს ვერაფრით ვერ შევცვლით, თვითონ რაღაც პერიოდი განმავლობაში თავისით ჩამოუყალიბდება. თავისით ყალიბდება, დიახ, და იცვლება. როგორ მოვიქცეთ ხო არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს დაუშვათ აქვს ამოაქაფა, პირღებინების შეგრძნება, რა ითვლება ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურად ეს ამოქაფება და რა ითვლება უკვე პათოლოგიურად, რისთვისაც აუცილებელია რომ ექიმს მივმართოთ? დიახ, ზოგჯერ ახასიათებთ ნამდვილად ეს პირღებინებები, რეფლუქსაც ვეძახით ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, თუ ეს არის უმნიშვნელო რაოდენობა, აი ვეკითხებით ხშირად მშობელს, აი ამოიღო, რამდენი ამოიღო, რა რაოდენობა. ნუ უფრო გასაგებ ენაზე რომ გავაგებინოთ დედას, ვეუბნებით ჩაის კვოზის ოდენა ნაკლები, ნახევარი ჩაის კვოზის რაოდენობა. ნუ ეს რა თქმა უნდა, ეს არის ნორმა, ეს არ არის ამოქაფება, ეს არ არის საშიშროება, ანუ ყოველი კვების მერე რა თქმა უნდა, უფრო იშვიათი უნდა იყოს ეს. თუ ეხლა ეს ხშირ ხასიათს მიიღებს, თუ ეს იქნება ძალიან ისეთი დიდი რაოდენობით შემაწუხებელი, მაშინ უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს. ყველა კვების შემდეგ არის თუ არა აუცილებელი, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი ბავშვი არ ჩავაწვინოთ საწოლში და გვეკავოს ხელში, რომ დაუშვათ ეს ამოქაფება ნაკლებად იყოს და უსაფრთხოც იყოს ბავშვისთვის. აუცილებელია, განსაკუთრებით არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ეს რეფლუქსი, ამიტომ ისინი მით უმეტეს და ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ სხვებსაც, რომ
ჯობია თავიდან რამოდენიმე წუთი დავიკავოთ ბავშვი, რომ მან ეს ჰაერი, ზედმეტი ნაყლაპი ჰაერი ამოიღოს უკან და მერე დავაწვინოთ უნდა სწორად, სწორ პოზიციაში უნდა იწვეს თავი გვერდით მობრუნებული კონდეს. და ეს ხელში დაკავება იმ შეიძლება რომ იყოს აი ესე პირდაპირ გულზე მიხუტებული თუ მხარზე გადადეგი მუცელზე ხელი მუცელზე არ უნდა მივაჭიროთ რა თქმა უნდა ეს უფრო შეუწყობს ხელს მას რომ პირღებინება გამოვიწვიოთ შეიძლება მივიხუტოთ ან პირიქით მოვაბრუნოთ საწინააღმდეგო საპირისპირო მიმართულებით კვებასთან დაკავშირებით თუ დაუშვათ გასაგები ამ კვებასთან დაკავშირებით უამრავი საკვებია, მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ კონკრეტულად აი ამდენი საკვებიდან ჩვენი შვილისთვის ყველაზე მისაღები საკვები ამოვარჩიოთ? ეს ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა რომელიღაც საკვებს ვერ მივანიჭებთ პირდაპირ რასაკვირველია, მაგრამ რა განსხვავება ამ საკვებს შორის სხვადასხვა ფილმის წარმოებულს? კი, ადაპტირებული არის, ძალიან მიახლოებული საკვებები არის დედის რძესთან, ეს უკვე კონკრეტულად პედიატრით შეიძლება რომ მოსინჯოს დედამ რამოდენიმე და იგრძნოს რომ დაუშვათ ის საკვები მისი შვილისთვის ბევრად უფრო მისაღებია. ზოგჯერ დედები იცით როგორ მოდიან სამშობიაროში, იციან რომ ლაქტაცია არ ექნებათ რაღაც მიზეზების გამო და თავის საკვებსაც გვთავაზობენ. აი ჩემი დაუშვათ პირველ შვილს ვაჭამე, ძალიან კარგად შეირგო, მიიღო, კარგი საკვებია, მე თვითონ დედებიც ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. ამიტომ ახლა კონკრეტულად ძალიან რთული არის ბიოსაკვებები, არის თხის რძეზე მომზადებული საკვებები, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს თხის რძეზე მომზადებულ საკვებს აქვს. ნუ თითქოს უფრო მიახლოებულია დედის რძესთან და უფრო ისეთი საკვებიც ხო არის სპეციალური. არის სამკურნალო, აი არის ჩვეულებრივი საკვებები და არის სამკურნალო საკვებები. ზუსტად ეს ანტირეფლუქს საკვებები, რომლებიც აი ამოქაფებისას ჩვენ თუ არის ბავშვი ადაპტირებულ კვებაზე, ზუსტადაც რომ გადავყვავს აი ამ ანტირეფლუქს სამკურნალო საკვებზე და რა თქმა უნდა ეს საკვები არის უფრო სქელი და ნოყიერის თავისთავად და ეს ხელს უშლის აი ამ ანუ ხელს უწყობს ამოქაფების მკურნალობას ასე. იმე მახსოვს ჩემშვილის შვილს როცა მივეცით პირველად რეფლუქსის ისე მოეწონა რომ მე ჩვეულებრივი საკვები ჯამა აღარ მოწონდა. ის უფრო თხელია და ის არ მოსწონთ. მე ეჩვევიან აი ამ სქელ კვებას. და გაცილებით უფრო გებრიელად მიირთვევდა ხოლმე ამ ანტირეფლუქს საკვებს. არის ასეთი. ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს. ბევრი მასწავლებელი უჩდება ახალგაზრდა დედას, რომელიც ცდილობს, რომ თავზე მოახვიოს თავისი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით არის, მაგრამ მაინც დედას სხვა როლი ენიჭება ბავშვის გაზრდაში. რა არის ის უსაფრთხო პოზა ძილის, რომელიც ყველაზე სწორია ბავშვს შეურჩიო და ასწავლით თუ არა დაუშვათ თქვენ დედებს ახალშობილის საწოლში დაწოლას, ღამე როგორ ეძინოს, დღე როგორ ეძინოს, როგორ ეს რაიმე რეკომენდაციები ამისი არსებობს? დიახ, არსებობს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ძალიან ცუდად ჟღერს ეს დიაგნოზი და არ მინდა გავასაკეთოთ კი. ისიც არ მინდა რომ გავიმეორო, უეცარი სიკვდილი ქვია ამას და არის ბევრი კვლევები ჩატარებული, მუცელზე წოლა იწვევს თითქოს აი ამ უეცარ სიკვდილს, ამიტომ რა თქმა უნდა ბავშვი არა და იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე პოპულარული იყო ემბრიონის ცოლაში ბავშვის მუცელზე წონეს, მუხლებზე დამდგარი, თავი გვერდზე დადებული და თითქოს კოლიკისგანაც თავისუფლდებოდა. და არის ბავშვები, რომლებსაც აკვანში იზრდებოდა. დიახ, სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა რეკომენდაციები. ახლა დღესდღეობით ასეა რომ ბავშვი უნდა იწვეს სწორად, საწოლის თავი ოდნავ ბალიში არ არის საჭირო ახალშობილობაში, ოდნავ უნდა იყოს აწეული და თავი უნდა კონდეს გვერდზე მობრუნებული. ну ეს პოზიციაც უნდა ვუცვალოთ. ისე უცებ გარბის დრო რომ მანიშნება რომ ცოტა მალე უნდა დავდარ. აი ბანაობასთან დაკავშირებით მაქვს კიდე კითხვა. რომ ხშირად გამიგონია რომ არ შეიძლება სიცივია არა ბანაო,
ზამთარი არ არის აუცილებელი მისი ყოველდღე ბანაობა, რამდენად როდის უნდა დაბანო ბავშვი პირველად, როგორც აიბადება და რამდენად აუცილებელია მისი დაუშვათ ყოველდღიურად ბანაობა. სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ეს პირველი მე მგონი ყველა ოჯახში პირველი პირობაა, პირველი სიხარულია, პირველი ასე ვთქვათ ბანაობა, იწევენ სხვადასხვა დამხმარეებს, დედას უჭირს გამოცდილ დამხმარეებს. რა თქმა უნდა, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ სახლში უნდა ვაბანაოთ ბავშვი და რეკომენდაციები არის ყოველდღე ბანაობის. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი არის, ზამთარში სახლში ყველას გათბობა აქვს და სითბო აქვს. 37 გრადუსი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა ბანაობისას. ირგვლივ ოთახში უნდა იყოს 25 გრადუსი, რომ ბავშვს შემდეგ ბანაობის შემდეგ გამშრალებამდე არ შესცივდეს, რა თქმა უნდა. 25 გრადუსი და არ აქვს მნიშვნელობა გარეთ ზამთარია თუ ზაფხულია. ყოველ დღე ანის მოვლის საშუალებებზედაც ჩაგეკითხებით. არის თუ არა გასაგებია რომ ეს სპეციალურად დაუშვათ ნაწოლებისთვის, პამპერსის ჩახურებისთვის ბევრი მოვლის საშუალებები არსებობს, მაგრამ სხვა მოვლის საშუალებები კანის დამატენიანებელი, სახეზე წასასმელი, კიდურზე წასასმელი, რამდენად გარდაუვალი აუცილებლობა, ან როგორ ირჩევენ ამას დედები შეუძლია შევიდეს დაუშვათ ნებისმიერ აფთიაქში და თვითონ ამოარჩიოს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს. თუ არის გარკვეული რეკომენდაციები? არის, რა თქმა უნდა, გარკვეული რეკომენდაციები. აი ზოგიერთი დედა ზეთს უსვამს, არავითარ შემთხვევაში ზეთის წასმა კანზე არ შეიძლება. იხურება კანის ფორები და კანის უმხას ვერ სუნთქავს. ამიტომ დამატენიანებელიც იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს ძალიან მშრალი კანი, ამიტომ ნამდვილად საჭიროა დამატენიანებელი და ესეც ექიმის რეკომენდაციაა. თუ არ აქვს კანი დაუშვათ მშრალი, ამისი აუცილებლობა რომ უსვამ მასზე ყო მთელ სახეზე და კიდურებზე, ამის აუცილებლობა არა. კიდე აუცილებლად უნდა დაგეკითხოთ პირის ღრუს მოვლაზე, აი ეგრეთ წოდებულ რძიანას ეძახდნენ თუ არ ვწდები პირის ღრუში გამონა. ყველა ბავშვისთვის არის თუ არა ეს დამახასიათებელი და რა სახით შეიძლება პირის ღრუ ამ დროს დაუმუშაო? დიახ, აი ესეც რუტინულად არ არის აუცილებელი. ხშირად მესმის, რომ აი სოდიანი თითზე დაიხიეს და გამოუწმინდე, არ არის საჭირო რუტინულად ამის გაკეთება. თუ ჩვენ შევამჩევთ, რომ ბავშვს აქვს ენაზე თეთრი ნადები, ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ პედიატრს, იმიტომ რომ გააჩნია ეს არის მართლა რაღაც დაავადებით გამოწვეული თუ ეს უბრალოდ კვების შემდგომი რაღაც ესეთი მოსავლელი შემთხვევაა. ამიტომ ჯობია რომ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ზუსტად ისეა, ის რიტორიკული შეკითხვა, ბავშვი უნდა იწვეს ცალკე თუ უნდა იწვეს მშობლებთან საწოლში. აი ეს აქაც რაღაც ორად იყოფა აზრი და სხვათა შორის ხშირად მეც ეს მაფიქრებს ეს სიტუაცია. წესით რა თქმა უნდა ცალკე უნდა იწვეს ბავშვი. ეს აუცილებელია ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ დედა შეიძლება ჩაეძინოს, დედა შეიძლება ჯერითაც ჰიგიენურადაც ბავშვს თავისი საწოლი უნდა ქონდეს, ხომ დამეთანხმებით, ხო, აუცილებელი, მაგრამ აი რა ვქნათ, რომ ბავშვს უნდა დედასთან კონტაქტი. ზოგჯერ აი ისეთი მშვიდდება ეს ბავშვი, ისეთი ბედნიერია, როდესაც დედას აწევს დაუშვათ გულმკერდზე და ეს უკვე მშობელმა თვითონ გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, რჩევა ასეთია, რომ ბავშვს უნდა ქონდეს თავისი საწოლი. ახლა ჩვენ გვანიშნება რომ სულ რამოდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და მე მინდა რომ ჩვენი შემდგომი საუბარი გავაგრძელოთ აი თვითონ დედებზე, რომლებსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვთ ხოლმე. და აი ამ სინდრომზე მინდა ორიოდე სიტყვით რომ შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. სულ რამოდენიმე წუთით მე გემშვიდობებით და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ისევ ჩვენ სტუმართან ერთად.